მელიას დაკავებას და მის სასამართლოს აფასებენ მმართველ გუნდში. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ კანონი ყველასთვის თანაბრად უნდა მოქმედებდეს. როდესაც ჩვენ გიბარებენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაში არ მისვლას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება, რაც არის კანონით გათვალისწინებული. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის და შესაბამისად, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყოველთვის გააკეთებს რეაგირებას კანონდარღვევას. 173 მუხლია თუ არ ვცდები. ხო და ამას მოაყოლეს, რომ აი რაღაც სიგიჟეები. ჩავლებრივად არის და დღეს თუ არ ვცდები, წარსდგება სასამართლოს წინაშე და იქ გამოჩნდება თეთრი და შავი. მარტივია. აქ ინტერპრეტაციები არ არის საჭირო ზედმეტი. ვინმეს დაკავება რო და დილას დააკავებდნენ. ან შუადღეს. საღამოს რაზე დაიჭერდნენ? უბრალოდ დააშავა ადმინისტრაციულად, როგორც იკვეთება რა განცხადებებშიც წავიკითხეთ და შესაბამისად ხა მე არ მაქვს უფლება რომ მელია რომელიც ძალადობისკენ არის მიდრეკილი და არაერთხელ არის ამ თემაზე ასე თქვა დაკავებული თავის დროზე, რომ იგივეს ჩაიდენ და ეხაც არ გამოურიცხავ. და აგერ არის სასამართლო და იმჯელები. ფაქტია, რომ ეს არ არის მხოლოდ გადაცდომა იმ კანონებიდან, რომელიც არსებობს. ეს არის გარკვეული სტრატეგიული გეგმა იმისათვის, რომ საქართველოში განუკითხაობის ატმოსფერო დაამყაროს და ამას ემსახურება მელიას მოქმედებები. სამონჯურის მოხსნიდან დაწყებული დამთავრებული პოლიციელისათვის შეურაცხყოფის მიყენებით. ეს არის რეალობა და ამ რეალობაში თუ დააკავეს, რასაკვირველია, ვიღაცა დაარქმევს ამას გატაცებას, ვიღაცა დაარქმევს კანონის აღსრულებას და რომელი მართალი ამას გადაწყვეტს საზოგადოება.